აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თუ კი სამსახური მშენებლობის პროცესს ხვალამდე არ შეაჩერებს, კომპანია 10,000 ლარით დაჯარიმდება. სააგენტოს ხელმძღვანელი თენგიზ ცინცაძე განმარტავს, რომ ნაგებობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ სამსახურს კომპანიისთვის წერილობით შეტყობინების ვალდებულება არ გააჩნია. ჰიდროგრაფიული სამსახური ინფორმაციას ზეპირის სახით ფლობდა. ძეგლის სტატუსის მინიჭება ხდება არამედ საკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ძეგლის სტატუსი მინიჭებული, როცა იქნა, ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი თავის ხელმძღვანელობამ დამირეკა თუ რატო იქნა ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული სააგენტოს მიერ. მაშინ აუხსენეთ თუ რაში იყო მდგომარეობა, შესაბამისად, სიტყვიერ დონეზე აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით მათთვის ცნობილია. თუ უკვე ხვალისთვის სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, ჩვენ მიერ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიება, გამოწერილი იქნება ადმინისტრაციული საჩივარი, ასევე მოხდება თუ კვლავ გაგრძელდა სამუშაოები და მიიღოთ ძეგლმა დაზიანება, მოხდება საქმის გადაგზავნა შესაბამის უწყებებზე.